დღეს ვისაუბროთ ბუნებებზე და მასთან დაპირისპირებაზე. მათთან უბრალოდ. საერთოდ, როდესაც ქრისტიანული ცხოვრების სიღრმეში შედიხარ, ხვდები რამდენი რამ გაქვს გამოსასწორებელი. თითქმის ყველა ცოდვისმიერი მიდრეკილება მოიცემა შენთან და არასოდეს არ თქვა არასოდეს. ყველაფერს აღმოაჩენ საკუთარ თავში. ამიტომაც იყო, რომ წმინდა მამები მოთხოვდნენ ხოლმე, რომ ყველაზე ცოდვილი უკანასკნელი ადამიანი ვარ. ესე ამბობდნენ. პარადოქსია. ადამიანი, რომელიც ყველანაირად ცდილობს განიცნიდოს საკუთარი თავი, აცდეს ცოდვას, ბუნებების გახელებას, გამოასწოროს ნაკლოვანებები, ცხოვრობს წმინდად, აი ესე ახასიათებს საკუთარ მეს და ვიღაცმა მაგალითად ერში ლაპარაკობს, რომ ისეთი არაფერი არ გამიკეთებია, კაცი ვარ კაცო. ზოგჯერ რომ მოდიან ხოლმე ბაზარში აღსარებაზე და დასაწყისში დიდ ვერაფერს ვერ იგონებთ. საკუთარ შეცდომებს, ცოდვებს, იმას, რაზეც ინდისი ქეჭნი და მერე უკვე როდესაც შედიან სიღრმეში, მერე ეხსნებათ ეს სულიერი თვალი და ახსენდებათ რაღაცეები, ესე ვიტყოდ. ასე რომ აი ეს მომენტი რაღაცნაირად წინ წამოსაწერია, საერთოდ მადლი ეკლესიური გონებას უხსნის ადამიანს და უნვითარებს სულიერი ფსიქოლოგიური ანალიზის უნარს. ეს ძალიან საინტერესო დეტალია. ერთ ცხოვრებისეულ შემთხვევას მოვიყვა, რომელიც პირადად მე საკმარისად ბევრჯერ გამიცდია. ეთქვა წაიკითხე საღამოს ლოცვა. და როგორც წმინდა თეოფანე დაყუდებელი, დიდი წმინდა მამა ამბობს, ჯობია რომ აი ლოცვის შემდეგ ეგრევე არ წახვიდე და არ მიაშურო საქმეებს. ჩაუყრდნობა საკუთარ მეს. აი რომ დადგე და გაანალიზო შენი დღე გამძლელი არა, აი სპონელი განჟამილი იქ. გამოყოფ რა შეცდომები დაუშვი, რა ვნებათა გახელება იყო. რა შეიძლება სულიერ წარმატებებს მიაღწიე და შეგრძნება როგორია იცი, რომ არა ლოცვა ეს სიმძლავრე დიდი არ იქნებოდა. აი ქრისტიანული გზა ამას გულისხმობს, რომ ადამიანი საკუთარ თავს ასე ვთქვათ შეიმეცნებს. გაცილებით უფრო კარგად ვიდრე ეს ერში ხდება ესე ვთქვათ. და ეს არის ძალიან ატიპი პროცესი. იღუმენი ნიკონი ვორობიოვი, ცნობილი სასულიერო მოღვაწე იყო მე-20 საუკუნეში, კომუნისტურ ხანაში. ფსიქიატრი იყო, ფსიქოლოგიის სფეროშიც გარკვეული იყო, ძალიან განათლებული კაცი იყო და იგი ამბობდა, რომ ქრისტიანის ცხოვრება ორ ეტაპად შეიძლება დაუკვეთო. პირველი ეტაპი რა არის? საკუთარი ბუნების დაცემის, ცოდვილობის, გადაგვარების შეგრძნება და შემდგომში სულიერი იარების თანდათან გამოსწორების პერიოდი. პირველი ეტაპი ეს არის, უნდა შეიმეცნო საკუთარი თავი. და ეს ძალიან ნატიფი პროცესია. ესე ვიტყოდი. აი რომ დაუკვირდე, უფალი, უცებ კი არ შეგაგრძნობინეს შენი ბუნების თვალსაზრისით, არამედ თანდათან.
უცებ რო შეიგრძნო, რამდენი ნაკლოვანება გაქვს, რამდენი ცოდვითი მიდრეკილება გაგაჩნია რა, შეიძლება ფსიქოლოგიურად ვერ გაუწვო. ამიტომ თანდათან გიმზეურებს აი ამ ყველაფერს. სხვათა შორის ახლა პირდაპირ აი ამ თემას არ ეხება, მაგრამ ძალიან საინტერესო მოვლენა ხდება ჩვენ უკვე მეტად გამოცდილ და სულიერებით გამორჩეულ მამებთან. კერძოდ რა, ისინი აი ჭრეტელები არიან, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად კითხულობენ ადამიანის აზრებს, რომ ეხლა იცის შენი ფიქრების შესახებ, რაც თავში გიტრიალებს, იცის შენი წარსული, რა ცოდვები გქონდა. ჩვენი სულმათი მამა გაბრიელი ესეთი იყო. და აი რო გიწყობ ასეთი მამების შესახებ, შეიძლება შენც რაღაცნაირად მოგინდოს, რომ ამ ნიჭით დაგაჯილდოოს უფალო. კერძოდ მოვიდეს ადამიანი, წარმოიდგინეთ თქვენ და უკვე მის უთქმელად არა, ყველაფერი გაიგო, ყველაფერი არა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მასზე. რა ცოდვები აქვს, რას ფიქრობს, რა ნაკლოვანებები აქვს, რა ფენებები განსაკუთრებით უხტუხებს მასში, შეიძლება იცინასწავლოთ ხოლმე მისი მომავალი და ასე შემდეგ და ეს არ არის ხა დასამალი, რომ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანების ვინც ეკლესიაში დადეს არა ოცნების სახე იყოს. აი ესეთი უნარი მომაგნოს ღმერთმა, მაგრამ მეორეს ყველა დავუკვირდით, როგორი რთული განასატანია. მოდის ადამიანი და ძალიან ბევრ ამას ხედავს მის ცხოვრებაში რაც რასაც მალავს, ცოდვის მიერ, ნებით გახელებას, რასაც სინდისი გაჯნის და უცებ აი ამ ყველაფერს ამჩი. ფსიქოლოგიურად ეს არ არის ადვილი გადასატანილი, ესე ვიტყოდი. და აი რაც თქვი, უფალი ისე აწყობს, რომ აი ეს პროცესი არის ნატიფი. თანდათანობით გიმზეურებს შენ ნაკლოვანებებს და უკვე სიღრმეში რო შედიხარ, მე ხვდები თუ რა ცოდული ხარ ყველაფერი. ნებას შეიძლება მისცე შენ გაქონების საშუალება და იქაც ბევრი მომენტია, როცა სხვას განიკითხავ, სხვას აკრიტიკებ. ეს ჩვეულებრივი კანონია, რომ შენ ხშირად ვარდები იმავე ცოდვაში და უფალი გამდაბლებს და მიგითითებს, რომ აი სხვა რომ ესე კრიტიკულად შეაფასე არა, შენშიაც მოცემულია ეს ყველაფერი. ასეა თუ ისეა, მოკლედ პირველი ეტაპი არის საკუთარი თავის შემეცნების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და შემდგომ უკვე არა იწყება საკუთარი მის გამოსწორების პროცესი. ეს არის ურთულესი პროცესი, როდესაც ჩემთან პირადად მოდიან ხოლმე მეუბნები. ყველაზე რთული ამოცანა რა არის ის, რომ ებრძვი გამძვინვარებულ მხედს, რასაც საკუთარი მექვია. თითოეულს განუცდია ეს. ნაკლოვანებების სისუსტეები, მათი გამოვლენა და წლები გრძელდება, ათწლეულები ეს ყველაფერი. არც თუ იშვიათად გამიგონია მე, მოდიან მაგალითად ჩემთან თქვათ და მომწვენიათ, რომ მამო, თავიღალე რა, შენიც მწვენია, რომ ერთი და იგივე სიმღერა. ვერ გამოსწორებო. ჩვეულებრივი მოსასმენია ეს მტვრისთვის. ახლა რიგ შემთხვევებში და ხშირად ვეუბნები, რომ ესე ადვილად ვერ გამოსწორდები 1 და 5 და 10 ახსარებითაც ვერ გამოსწორდები. ეხლა ის იმას არ გულისხმობს, როცა ადამიანი არაფერს არ აკეთებს. არ მუშაობს საკუთარ თავზე, მაგრამ კიდევ მეორე ეს არის ურთულესი ამოცანა, შეცვალო საკუთარი თავი. საერთოდ ადამიანის შეცვლა ეგრეა, აი ოჯახის წევრები რო ავიღოთ ჩვენ. ყავთ ოჯახის წევრები, ცვლით, მთელი ცხოვრება ერთი და იგივე. ხასიათი ერთი და იგივე ნაკლოვანებები, რაც არ უნდა მოიგონოს, ხშირად საკუთარ უზღურებას გრძნობ. ყოველი სამოცანა წარმოიდგინეთ რა რთული. მაგრამ თავარი დანიშნულება ეკლესიის ცხოვრების რა არის? აი ეს არის. გახდეს ადამიანი უკეთესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
წმინდა იონე კრონშტანტელი ამბობდა, რომ ადამიანის თავი ცხოვრების დანიშნულება რა არის, რომ გახდეს წავიდეს სრულყოფილისკენ, როგორც არის წმინდა წერილი სიტყვები მოაქვს, როგორც თქვენი ზეციური მამაა. და ეს რას გულისხმობს, რომ დაუპირისპირდე შენ ბნებებს, დაუპირისპირდე შენს ცოდვებს, მათ გამოვლინებებს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი აღმოჩენა მე პირადად ჩემთვის რაც ყველაზე გავაკეთე დიდი იყო ეს, უცებ აღარ მახსოვს. რა დღე იყო, თითქოს გონება გამინათდა და რას მივხვდი, იცი რომ რატომ გამაჩინა მეგმერთმა და საერთოდ ადამიანი რისთვის ევლინება დედამიწას, რომ გახდეს უკეთესი. და მერე მართლმადიდებლური სახელმძღვანელოა კატეხიზმო და იქაც იგივე ამოვიკითხე, რომ ადამიანის სამქვეყნოდ მოვლენების უმთავრესი მიზანია უფრო და უფრო სრულყოფილი გახსნეს და დაემსგავსოს უფალს, რომლის სახე და ხატადაც მსგავსადაც იგი შეიქმნა. აი რომ მოიციო პასუხები, რატომ ევლინება ადამიანი ამ ქვეყნად. რა მიზანი აქვს მის არსებობას, მე ვფიქრობ, რომ ამაზე ბრძნულს ვერაფერს ვერ წაიკითხავ. იმისთვის გავაჩინა ღმერთმა, რომ გავხდეთ უკეთესები. წარმოიდგინეთ. მაგრამ ეს არის ურთულესი პროცესი. როგორ უნდა გავხდეთ უკეთესები? უნდა ვიცხოვროთ უფრო სულიერად. ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, საკუთარ ნაკლოვანებებზე და ეს ასე ვთქვათ, სულიერება რას გულისხმობს? ჩემთვის არის ძალიან მარტივი ასახსნელი სქემა სულიერების. კერძოდ, აი რა იგულისხმება. წმინდა იოსებ ისიხასტე ამბობდა, რომ თითოეულმა ახალგაზრდა იქნებაო მოხუცი, დიდი თუ პატარა, გამოიკვლიოსოს, თითოეულის სიტყვით, ნაბიჯით, დღე იქნება თუ ღამე, რამეს ხომ არ აკეთებს, ამბობს, ფიქრობს, რაც არ მოსწონ უფალი იესო ქრისტეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქტიურად მთელი სულიერი ცხოვრება ჩემი აზრით ამაზე დადის. მუდმივად ხსოვნა გაქვს ღმერთის. და ასწორებ ყველაფერს იმის დამიხედვით, ვერც მოეწონება ეს თუ არ მოეწონება. კერძოდ რა იგულისხმება? იგულისხმება ის, რომ თქვათ ვიღაცაზე გავბრაზდი და გავბრაზდი სამართლიანად. მიტევს ეს ფრაზი, მიტევს ეს აგრესია, წყენა. ეხლა რო წარმოიდგინო, რომ შემოდა ღმერთი გიყურებს. უფალს რა უფრო მოეწონება, რომ მისცე ამ შენდებას გაქანების საშუალება თუ არ იფიქრო იმაზე, რაც გაწყენილეს. ერთი საინტერესო დეტალია რახან სიტყვა მოიტანა. საერთოდ რვავნება გამოიყოფა ყველაზე უფრო, რომელიც ებრძვის ადამიანს. რავნებები ეს სასიკვდილოვნებებს უწოდებენ, რადგან ყველაზე მეტად აზიანებს კაცის სულს. ეს არის მაგალითად ნაღრევანება, მდუშობა, სასწრაფეთილება, მრისხანება და ასე შემდეგ. და როდესაც მაგალითად მრისხანების შესახებ საუბრობ ხოლმე, იქ ვამბობ ესეთ დეტალს, რომ არის ესეთი ფსიქოლოგიური გამოკვლევა, რომ როდესაც ადამიანი გაბრაზდება, თვინში რაღაც ნივთიერება გამოიყოფა, რომელიც განაპირობებს ორგანიზმში შფოთის აქტივობის, დაძაბულობის განცდის მოცემას. და მე ეს ნივთიერება 6 წამში გაიწოვება. მაგრამ თუ ადამიანი იხსენებს აი იმ სიტუაციას, სადაც გააბრაზეს არა, აი ეს ნივთიერება სულ გამოიყოფა და გამოიყოფა. ანუ მე რა მინდა ვთქვა, რომ იმისთვის რომ იმ რისხანებას დაუპირისპირდე არა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მატრამირებელ სიტუაციაზე ნაკლებად გაამახვილო ყურადღება. გონება სხვა მიმართულებით გადართო. ეს ცალკე სალაპარაკო თემაა, თითოეული თემა ეს არის ცალკე
სალაპარაკო, ბრისხანება იქნება, ნაყროვანება იქნება, ბუშობა იქნება, უამრავი ნიუანსია. დღეს ამას არ შევეხები, იმიტომ რომ კიდევ მეორე ძალიან გაგრძელდება საუბარი, მაგრამ რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? ვიღაცაზე გაუბრაზდი სამართლიანი. წარმოიდგინეთ თქვენ. ზემოდან უფალი მიყურებს. რა უფრო საქმე იქნება, რომ ვიფიქრო ამაზე თუ გონება სხვა მიმართულებით გადავთო, ლოცვა დავიწყო. რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებით რო გონება რან გადავთო, უკეთესი იქნება. მე ესე ვიტყოდი. ერთ დეტალს კიდე რაღაცნაირად წინ წამოვწევ. ერთ-ერთი კიდე ჩემი დასკვნა რა იყო ცხოვრებისეული, რომ ეშმაკი მოდის ხშირად სიმართლით. ძალიან ჭკვიანი ძალაა ეს. კერძოდ რა იგულისხმება, რომ მართალი ხარ, მაგრამ აი როდესაც წარმოიდგინე როგორი მართალი ხარ და არასწორად მოგეცნენ და დაგჩაგრეს არა, აქ შეიძლება ისეთი გახელება შემოვიდეს შენში, რომ ბრაზის დემონური მდგომარეობა შეიქმნეს შენ არსებაში, წარმოიდგინე თქვენ. ანუ მართალი ხარ, მაგრამ ეს სიმართლე შენ პირიქით რაღაცნაირად ბუმერანგივით გიბრუნდება. ადრე წინა ლექციაზე მე აღნიშნე, რომ სინდისი არის მაგალითად ხმა ღვთისა. სინდისის ქეჯნა, სინდისში გიჩვენებს რა არის სწორი, რა არ არის სწორი, მაგრამ სინდისი შეიძლება გადაიქცეს შენ საწინააღმდეგო იარაღადაც, როდესაც ადამიანს ზედმეტად ქეჯნის ის. რაღაც შეცდომა დაუშვა, ცოდვა იყო მის ცხოვრებაში და ფიქრობს, ვერაფრით ვერ მოინანია და ამით არის დაკომპლექსებული. წარმოიდგინეთ თქვენ, სინდისი, ხო? მე ესეთი მაგალითიც კი მომწონს, რომ აი რო აიღო მაგალითად თავი გტკივა ერთი ტაბლეტი, ანალგინი რო დალიღო, ტკივილ დამახოჩებელი კარგია, მაგრამ 10 რო დალიღო უკვე არის ზედმეტი არა. ასე რომ აი ყველაფერი ღვთის საწინააღმდეგო ძალა შეიძლება შენ და საწინააღმდეგოდ მომართოს. ეს ძალიან ჭკვიანი ძალა, რაც გითხარით, დიდი ფსიქოლოგიური გამოცდილება აქვს და ყველა ნიუანს იყენებს კაცის საწინააღმდეგოდ. თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ეს ბუნებათა გახელება ხშირად მოიცემა ჩვენში. ხშირად და რა არის ეს საინტერესო ადამიანი გრძნობს აი ამ ბუნებითი გახელების შემდეგ, როგორ იცვლება მისი უფალთან ურთიერთობა. კერძოდ რაც გულისხმობს. ეკლესიური კაგებით აზროვნების ჩვეულებრივი ფორმების გარდა არის აზროვნების ესეთი სახე. იგი რას გულისხმობს? იგი გულისხმობს სულიერ შემეცნებას, თავებრივ იდეათა გაგებას, რელიგიურ განცდათა მოცებას, შეგრძნებას უფლის არსებობის, მასთან ურთიერთობის. ჩვენ არამხოლოდ ვრწმუნდებით ღმერთის არსებობაში, არამედ შევიგრძნობთ კიდეც მას საკუთარ კონტაქტს და კავშირს უფალთან. მე წინა ლექციაზე ხაზი გაუსვი, რომ სულის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის შიში ღვთის. ჩვენ გვეშინია უფლის. პირადად მე ბევრჯერ შემიბრძნია. აი როგორ დავჟილვარ, როდესაც არასწორად მოგწეული. წარმოიდგინეთ. ამიტომაც აი ეს უშუალო კონტაქტი ღმერთთან ცოცხალი არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ესე ვიტყოდი, რომ დღეს ამან განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. ცოცხალი ურთიერთობა ღმერთთან. და აი როდესაც დაკურებული თვალი გაქვს, რა ბევრ ამას ამჩნევ. ამჩნევ, რომ ბევრი უნებითი გახელების შემდეგ შენ წყალობა გტოვებს. უფალი თითქოს ზურგით დგებაო შენს მიმართ. სასჯელის მომენტი ხშირად შეიმჩნევა.
და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეგრძნება, აი უფალთან კონტაქტის. როდის წყალობს, როდის გჯის. ეხლა პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ არის ნებები, აი რომელთა გახელების შემდეგ სწრაფადვე შეიმჩნევა ეს. აი რო ავიღოთ ჩვენ ვთქვათ სიძვის ნება. ეხლა ისეთი გარემოა, რომ კომპიუტერი იქნება, მობილური იქნება, ესე იგი თვალი სულ ცნდება, მე ესე ვიტყოდი. თუ ადამიანი აძლევს ამას გაქანების საშუალებას არა, თუ ამას მოყვება რაღაცა ბიუცი კადრების ყურება, დაცემები და ასე შემდეგ. აი რამდენისგან გამიგონია, რომ გრძნობა ეგრევე უფლის ზურგის შექცევას. ჩემში რაღაც შავი აურა ბატონდება. დაძაბული ვარ. ჩემ თავს არ ვეკუთვნი და ასე შემდეგ. სულ შეიმჩნევა ეს. ბევრისგან გამიგონია. ანუ ღმერთი მიგითითებს, რომ ადამიანისთვის დამახასიათებელია ამნებით გახელება განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და სასტიკია მასთან ბრძოლა, მაგრამ ეს მას არ მოსწონს. აი ეს შეგრძნებები არის ძალიან მნიშვნელოვანი. რისხანების შესახებ საუბრო. თუ ოჯახში გამოხვედი წყობიდან და დაახურე თავზე ყველაფერი. წარმოიდგინეთ. აი როცა გადათვლება ადამიანი, საქართველოს რამდენი შემთხვევა ყოფილა, ზედმეტად რომ დალებს ხოლმე ადამიანი არა და მე ისეთ მრისხანებაში ვარდება და მე ეგრეთ წოდებულ პახმელია თვალებს ვახელს ხოლმე არა, ვფიქრობ ნეტა ეს არ გამეკეთებია, ეს რა მომივიდა, იწყება სინდისის ქეჯნა და როტი კიდე იმდენად ჭკვიანია, რომ ერთ ცოდვას მეორე მოყვება. საერთოდ ცოდვას ჯაჭვური რეაქცია ახასიათებს. ერთ-ერთი მოღვაწე იყო და ეშმაკმა მას შესთავაზა, რომ სამი ცოდვა წარმოუდგინა, რომელიღაც აირჩეო და მე თავს დაგანებებო. ეს იყო დათრობა, ეს იყო სიძვა და ეს იყო მკვლელობა. ამა ყველაზე მსუბუქი აირჩია. დათრობა. დათვრა, მე დაეცა ვიღაცას და მე კვალის დაფარვის მიზნით მოკლა იგი. წარმოიდგინეთ, აი ეს ჯაჭვური რეაქცია ხშირად შეიმჩნევა. რო გადათრება ადამიანი, სულ რაღაც ნება ხდება, იქ აუცილებლად ბიციკულის ხმები წუხებს, იქ მრისხანებაში ვარდება და ასე შემდეგ. აი რამდენისგან გამიგონია. თუ ცუდი გამიკეთებია, სიმთვრალეში გამიკეთებია. წარმოიდგინეთ თქვენ. ბევრი დაუღუპავს, ასე ვთქვათ, აი ამ სიმთვრალეს. და აი ეს ნებითი გახელება ხშირად მოიცემა ადამიანთან და ხშირად შეიმჩნევა სასჯელი უფლის. პირდაპირ ამ თემას არ უკავშირდება, მაგრამ მინდა რომ ამაზე გავამახვილო ყურადღება რახან საუბარმა მოიტანა. ადამიანის გონება როგორ არის მოწყობილი, რომ ეჭვი ეპარება, იცი, მართლა არსებობს კი ჯოჯოხეთი. იმაშიც ეჭვი ეპარება, ეხლა არსებობს თუ არა ის სამყარო, ეხლა ქრისტიანს რო გითხრა ეკლესიურ ადამიანს, გეტყვის რომ წამს, რომ სული უკტავია და ის სამყარო არსებობს, მაგრამ არის წუთები, როდესაც დიდი ეჭვი ჩნდება მის არსებაში, ამ მომენტს ვერავინ ვერ აცდება. აი დასაფლავების სცენა, ვთქვათ, ასაფლავებენ ახლობელს და მიწას აყრიან. ძალიან ძნელია მიწის სახებისგან განთავისუფლება რა. იმ მომენტში თითქოს გონია, რომ თავდება ყველაფერი და ვერც კი წარმოგიდგენია, რომ აი ამ პიროვნების სული სადღაც სხვა სამყაროშია და ცოცხლობს. ანუ რა მინდა მე ვთქვა, ეს არის ურთულესი თემა კიდე სალაპარაკოდ. ასევე არსებობს კი ჯოჯოხეთი. მე ამ შემთხვევაში ვეუბნებ, აი ეს შეგრძნებები, როდესაც გრძნობ, როგორ ისჯები უზენაესისგან, შეცდომების გამო სულიერი, ნებების გახელების გამო არა, მიუთითებს იმას, რომ იქაც ჩვენი ნებებისთვის, მე ესე ვიტყოდი, შეცდომებისთვის მოგვეკითხება. აქაც ჩვენი ცხოვრება რას მიუთითებს? ლოგიკა როგორია აქ? არის საპატიმრო.
საპატიმროში არ ხვდებიან ქურდები, ყაჩაღები, მკვლელები. ზოგიერთი ისეთი მკაცრი საპატიმროა, რომ აი გული გისკდება რა, აი მაგალითად 3-4 მკვლელობა ვისაც არ ჩადენილი უკვე. მთელი ცხოვრება უნდა იჭდეს, ერთი საკანია და რუსეთში მახსოვს ასეთი ციხე არის. თორე შავი დალფინი ქვია რა, ის კადრები ვნახე. აი გისოსებია და გისოსებს მიღმა ზის პატიმარი. წარმოიდგინეთ თქვენ. გრუპ გაყავთ ისიც ალბათ 9 საათი დღის განმავლობაში გასასეირნებლად, არა უკნიდან უნდა მევიდეს, ხელები უნდა შეუკრან და ისე უნდა გაიყვანა. და მთელი ცხოვრება ისე უნდა გაატაროს. დაისაჯა ხო? ადამიანი. ჩვენ რა არ ვისჯებით, თუნდაც ვნებითი გახელების გამო, ავადმყოფობებით. ყველა ვნებით გახელებას თავის ავადმყოფობა შეესაბამება. წარმოიდგინეთ. ნაყროვანება რო ავიღოთ. ვინც კუჩს ახარებს, ადრე თუ გვიან პრობლემები შეექმნება რა, მონელების სისტემის თვალსაზრისით, ხო? არის ფსიქოსომატური დაავადები მაგალითად, აი ვინც ზედმეტად აძლევს უარყოფით ფიქრებს, ემოციებს, გაყენების საშუალებას, არა ეს ევადდება ვთქვათ 12 კუჭანაწლავის სკული, კუჭის სკული, დიაბეტი და ასე შემდეგ. რამდენი დაავადება, რომელიც თანსდევს ვნებით გახელებას, ავიღოთ ვთქვათ მფრიშობის ვნება, რა იქ შეიძლება დაავადდეს რაღაცა ვენერიული დაავადებით, შიცით და ასე შემდეგ. ხშირად შეიმჩნევა ეს. ვნებითი გახელება ისჯება. მთელი ჩვენი ცხოვრება არა ამის დადასტურება ადამიანი ისჯება. მეცაც გეტყვით ახლა. ეს საინტერესო დეტალია, ეცეთ არის ხშირ შემთხვევაში, როდესაც ტრაგიკული შემთხვევები ხდება. აი რა ლოგიკა ჩანს, იცი რომ უფალო მანამდე აფრთხილებდა ადამიანს. უცებ კი არ მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა, არამედ აფრთხილებდა. აი თქვათ ადამიანი მიეჩვია რომ დაჯდეს ნასვამი რულს. დაჯდა. ჯერ სუბუქი ავარია მოვიდა, მერე უფრო ძიმე, მერე შეიძლება კაცი მოკლას და თვითონ დაინვალიდეს. ანუ ხშირად შეიმჩნევა ეს მომენტი, გაფრთხილებს ღმერთი. და თუ არ მიაყურადე, არა უფრო და უფრო მძიმდება სასჯელი. და მე ესე ვიტყოდი რომ თუ აქ ეს ლოგიკა შეიმჩნევა, რა იქ სხვანაირად იქნება? ხო არ შეიძლება რომ ლენინი, ჰიტლერი, წმინდანი ჩვენი გაბრიელი ერთნაირად იყვნენ საიქიოში. წარმოუდგენელია რა მე ესე ვიტყოდი. ეს არის მე მგონი ძალიან გასაგები რა. რასაც ხასუცო. აი ფსალმოში ჩვენ რას გითხულობთ ისით? მის დღესა შინა წასხნია ყოლის რახვანი მისნი. აქ ლაპარაკი ამ ქვეყნიურს რახვებზე. მშობლების, შვილების, ქონების, ყოველგვარი საქმიანობის და სწავლების შესახებ. და ის რაც სათნოებასთან არის დაკავშირებული, ვნებების გახელებასთან, სულს ყველაფერი ახსოვს, აქედან არაფერი იქნება უკვალოდ. აი წარმოიდგინეთ თქვენ ჯოჯოხეთი. აი როგორი სამყაროა. ჯოჯოხეთშია სული და მთელი მისი ცხოვრება ნათლად მოიცემა. იქ ვის რა დაუზრიანა, იქ იქურდა, იქ ღმერთზე საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება, არ მოინანია ცოდვები და უკვე ვერაფერს ვერ ცვლა. როგორია? უყურებ შენ გავლილ გზას და ხედავ რა მცდარა წარიმართა ის და არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. მართლა ჯოჯოხეთური განცდა რა, წარმოედგინეთ. სხვათა შორის ამას აღნიშნავენ ხოლმე, ვიც ნახა ის სამყარო არა, აღნიშნავენ რომ არის სხვა სინანული უკვე დაშვებული შეცდომების. ასე რომ იქ რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერი მოგვეკითხება, ძალიან ღრმა ანალიზი მოხდება ჩვენი გამძლე ცხოვრებისეული გზის და ეს არის გამოსაყოფი, მე ესე ვიტყოდი. ეხლა აი ვნება, წარმოიდგინეთ თქვენ, რას გულისხმობს ეს ვნება? ფსიქოლოგიური განმარტებით ადამიანის განცდები არის ძალიან მრავალსახოვანი.
ხან შეგშურდება, ხან გავბრაზდებით, ხან რაღაცაზე ვიფიქრებთ რა, თქვა პრობლემა არ იყოფითი, კლიდე გაფუჭდა. ანუ მრავალგვარი განცდა შემოდის. და როგორც ზოგადად ფსიქოლოგიური, ისე რელიგიური განმარტებითაც სამი ძირითადი კლასი გამოიყოფა. ეს არის ინტელექტუალური განცდები, შემეცნებითი, ეს არის ნებელობითი და ეს არის გრძნობითი. ინტელექტუალური რაც გულისხმობს, ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, ჩვენ ვაზროვნებთ არა, რაც გითხარით, კლიტე გაფუჭდა და ვიწყებთ აზროვნებას. ინტელექტუალურია უკვე რელიგიური კუთხით, როდესაც ჩვენ ცოდვებზე ვიწყებთ მსჯელობას, რა გვაქვს გამოსაყოფი და ასე შემდეგ. სხვათა შორის შემეცნებითი არის იგივე შეგრძნებები. შეგრძნება რა, მაგალითად მე შევიგრძნი, რომ კეთილს აქვს ყვითელი ფერი. ანუ ინფორმაცია მივიღე რა, წარმოიდგინეთ, მე აღვიქვია ეს კამი. რაღაც ინფორმაცია მივიღე. არის ნებელობითი განცდები. გულისხმობს რას, როცა ნებისყოფას ვზარბავ. ნებისყოფას ვზარბავ, როდესაც წარე წამოსვა, ნემს ვიკეთებ. ამ სიამოვნებს ვარ ვიკეთებ. ნებისყოფას ვზარბავ, როდესაც მარხულობ. და არის გრძნობითი. გრძნობა რას გულისხმობს? რომ მე ინდიფერენტული კი არა ვარ გარემო მოვლენების მიმართ, არამედ ჩემი დამოკიდებულება მაქვს. რაღაც მომწონს, რაღაც არ მომწონს, რაღაც მესიმპათიურება, რაღაც არ მესიმპათიურება და ასე შემდეგ. და ამ გრძნობებში ერთ-ერთი სახე რა არის? ეს არის ბნება. ბნება გულისხმობს რას? იცით, ეს არის დიდი ინტენსიური ემოცია, რომელსაც ახასიათებს რა? ხანძლივი სწრაფვა რაღაც მიმართულებით და მოქმედებაში მისი აღსრულება. ეს არის მნიშვნელოვანი. ბნება მთელი ცხოვრება შეიძლება ეს ემოცია მოდის ადამიანთან. რაღაცა სკენა აქვს მიდრეკილება და ისწრაფვის, რომ ეს თავისი ბნება დაიკმაყოფილოს. წარმოიდგინეთ თქვენ. ეს არის ბნება, ესე ვიტყოდი. და რელიგიის სფეროში არის ეს დისციპლინა ასკეტიკა, რომელიც გვასწავლის თუ რა არის ბნება, ცოდვა, როგორ ვებრძოლოთ მათ, როგორ მივახციოთ სულიერ სიმშვიდეს, როგორ მივახციოთ ღვთის და მოყვასის სიყვარულს. ეს ასკეტიკა ამბობენ, რომ ეს არის ამას მეორენაირად შეიძლება ქრისტიანული ფსიქოლოგიაც უწოდოთ. არის ფსიქოლოგიური დისციპლინა რელიგიის წიაღში. კერძოდ რა იგულისხმება, რომ ასკეტიკასთან მიმართებით რა კითხვები ისვება. როგორ არ გავიზიენდე, როგორ ვებრძოლო სიძარმაცეს, როგორ ვირცხოვრო ურწმუნო ნათესავების პირობებში, რატო უბრუნდები ერთ-იგივე ჩვევას. ყველა ამ კითხვას ასკეტიკა პასუხობს, ანუ მეცნიერება რელიგიური დისციპლინა ბნებების შესახებ. რას თქვი? იგი გვასწავლის რა არის ბნება, ცოდვას როგორ ვებრძოლოთ, როგორ მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე, როგორ მივახციოთ ღვთის და მოყვასის სიყვარულს. და მსგავსი არის ხშირად რო ავიღოთ ჩვენ პრაქტიკული ფსიქოლოგია. პრაქტიკული ფსიქოლოგიის მიზანიც რა არის? წარმოიდგინეთ თქვენ. იგი ეხმარება ადამიანს დაძლიოს თავის ცუდი მიდრეკილებები, გამოვიდეს დეპრესიიდან, თანხმობაში მოვიდეს საკუთარ თავთან, საზოგადოების წევრებთან. ანუ ხშირად მიზანი არის ერთი და იგივე, წარმოიდგინეთ. ეხლა საქმე რაშია, იცით, ამაზე მინდა მე ყურადღება დავამახვილოთ. საქმე იმაშია, რომ მიზანი შეიძლება ერთი, მაგრამ საშუალებები არის ძალიან განსხვავებული. კერძოდ, რას გულისხმობ მე? როდესაც მე პირადად ფსიქოლოგიურზე ვსწავლობდი და გადავედი მეოთხე კურსზე და მოვიდომე შევხედოდი ფსიქოთერაპიას, დამხმარებოდი სხვას. რას მივხვდი, იცით, რომ ეს გაცილებით უფრო რთულია და მე თავსაც ვიტყუებ და სხვასაც ვიტყუებ. აქ რაღაც სხვა ძალებია კიდე ჩართული. და მივაშურე ეკლესიას, წარმოიდგინეთ თქვენ. ჩავთვალე, უნდა ჩაუშვა ვუზა თუ მინდა რომ რეალურად ადამიანს დავეხმარო.
აი როდესაც ფსიქოლოგიური პრაქტიკა მქონდა მე და ყვდელი არ ვიყავი, აი ჩემთან ვინც მოვიდოდა რა, ხშირად ვეუბნებოდი, ჩემო კალბო, შეიძლება ჩემთან უკეთესად გაიხსნა. მე უკეთესი რჩევად არიგებები მოგცე ვიდრე მღვდელმა. მაგრამ წადი აუცილებლად აღსარებაში თქვი. სულიად განსხვავდება აი ნათქვამი. აღსარებაში რო იტყვი და უბრალოდ რომ მოყვები, თუნდაც ფსიქოლოგს მოუყვები. ეგ კიდე უკვე სხვა გარემო იქნება. ეს არის მისტიური საიდუმლო. მღვდელი რო შენდობის ლოცვას ჩაგიკითხავს არა, იქ უკვე სხვა ეფექტია. თვითონ ჩვენი რელიგია რას გვასწავლის, რომ როგორც წმინდა წერილი გვეუბნება, რომ მღვდელთან რა უნარი მოიცემა, რომ ვისაც მიუტევ ცოდვებს, მიეტევება, ვისაც დაეკავებათ. აი რა წერია იოანეს სახარებაში. და ეს მართლაც როგორ გითხრათ, იცი, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. თუ შეიძლება ასე ითქვას. მამა პაისი ათონელი ამბობდა, წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მე ურჩევ აი აღსარებამდეო და აღსარების შემდგომაცო, არა? გადაიღოს სურათი. თუ აი აღსარებამდეო, მაგალითად სახეზე იხატებაო შფოთიო, ბრალეულობის, განცდაო, დაძაბულობის შეგრძნებები მოიცემაო, ახსარების შემდგომ უკვე სხვა სურათი არისო, მის სახეზე იხატება სიმშვიდე და მდგომარეობა. აი ვისაც ახსარება ჩაუბარებია, ეხლა ყოველთვის ეს ეფექტი არ არის, მაგრამ აი გაახსენეთ პირველი ახსარება. ეხლა ეს რაღაც სხვა მისტიური აქტია, მე ესე ვიტყოდი. ამიტომ მგონს უკავია ეს იარაღი. მე ესე ვიტყოდი, ფსიქოლოგს არ აქვს ეს იარაღი. ეს არ გულისხმობს, რომ ჩვენ ზედმეტად დავაკმნოთ, არა, თუ ეკლესიის სიახში არის ფსიქოლოგია, რა მას დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. თუნდაც რო ავიღოთ, მგონს არ აქვს იმის ფუფუნება, აი მოდის 20 კაცი, 30 კაცი არა, რომ დიდი დრო დაუთმოს, წარმოიდგინეთ. ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან არა, თუ აი ესეთი ნაყოფიერი სამუშაო შეიძლება 1-2 კაცი მოვიდეს უკვე და ამოწუროს თავის შესაძლებლად, რომ ძალიან რთული შრომა ეს. 1 საათი შეიძლება გაგრძელდეს სეანსი. ამიტომ რომ ბევრი ვერაცნობიერებს რთულია ფსიქოლოგის მუშაობა, ასე ვთქვათ, კლიენტთან თუ პაციენტთან რაც შეიძლება როგორ შეიძლება მოიხსენებთ აი ეს მიმსვლელი. ხო და მღვდელს კიდე ზოგჯერ 20-30 კაცი ყავს მისაღები. ასე რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფსიქოლოგი, მაგრამ რაც გითხარით, ფსიქოლოგს არ უჭირავს ეს იარაღი. რაც უჭირავს მღვდელს. თუმცა მთელ რიგ შემთხვევაში არა ის შეიძლება უფრო მეტად კომპეტენტური იყოს ვიდრე სასულიერო. მაგალითად მე პირადად აი როდესაც ბავშვებთან პრობლემები არა ხშირად ვეკითხები იმ ფსიქოლოგს, რომელიც სკოლაში მუშაობს. იმიტომ რომ იმას უფრო მეტი გამოცდილება წლები შეალია ამ საქმეს, ჩემზე მეტი იცის. ასე რომ ბევრ სფეროში შეიძლება შენი დამხმარე იყოს ის, მაგრამ კიდევ მეორებ იმას არ უჭირავს ის მისტიური იარაღი, რომელიც მღვდელს გააჩნია და რომელიც არის ეკლესიის წიაღში. ეს არის აი რაღაცნაირად ძალიან მნიშვნელოვანი და გამოსაყოფი. ეხლა აი რაც შეეხება ნებას კიდევ მის ხასიათს. სქემა არის აუცილებლად წინ წამოსაწევი ყველა ნების განვითარების. ეს არის ზოგადი სქემა და თითოეულმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს. მე ესე ვიტყოდი. აი რა სქემაა ეს? პირველი ეტაპი რას გულისხმობს? გულისხმობს, რომ გონებაში შემოდის მავნე, ცოდვილი ფიქრები, წარმოდგენები. აი მაგალითად რაც თქვი, შემოვიდა ქალის სახება და შემოვიდა მოგონება სიტუაციაზე, სადაც შეურაცხყოფა მოგაყენეს. კიდე ვთქვათ, ნაყროვანების მომენტი, ეხლა შეიძლება მოინდომა, ეხლა მოდი. კარგი იქნება ხინკალს თუ შევჭამ და ერთი ქალაქის ბოლოდან უნდა წახვიდე მეორე ბოლოში. არის ერთ-ერთი სახე ნაყროვანების, აი გურმანები რომ არიან არა.
განსაკუთრებით რომ ცდილობენ რომ თავი დაიტკმო პირი და ასე შემდეგ. შემოდის მოკლედ ეს ცოდვილი სახება, ხატი. ეს ეტაპი ცოდვისმიერი არ არის, წარმოიდგინეთ თქვენ. ეს ეტაპი რისთვის არის? არის იმისთვის, რომ მოხდეს გამოვლენა ჩვენ საითკენ მივიდრიგებით. ცოდვის მიმართულებით წავალთ თუ დასაწყისშივე ავკვეთავთ ცოდვის გამოვლენებას. ანუ რაც გითხარით, ვიღაცამ გამაბრაზა, გამახსენდა და მე გადავწყვიტე, მოდი ლოცვას დავიწყოთ, მოდი გონებას სხვა მიმართულებით გადავრთო. ანუ შევეცადე დასაწყისშივე ეს აღმეკვეთა. მაგრამ ხშირად ესე არ ხდება. მეორე ეტაპი რა არის უკვე? კი არ განაგდებენ აი ამ ცოდვით სახებას, ფიქრს, წარმოდგენას, არამედ ათვალიერებენ. არ ცდილობენ მათგან განთავისუფლება და შედიან კონტაქტში. მომდევნო ეტაპი რა არის? თანხმობა ცოდვილი ჩანაფიქრის მიღებაზე. გადაწყვეტილება მანკიერი აზრის ცოდვილი ჩანაფიქრის საქმის შესრულებაზე. შემდეგი ეტაპი. სურვილი ცოდვის ჩადენის, ემოციური მხარდაჭერა. სურვილს მოსდევს ზადყოფნა, საქმის შესრულების გეგმა, მოქმედების ეტაპი. წარმოიდგინეთ. აი ეს ეტაპი არის საერთო. როდესაც მნებით გახელებასთან გვაქვს საქმე. და ბრძოლა დასაწყისში არის ადვილი. აი მერე თუ მიეცი ამას გაქანების საშუალება, არა უფრო და უფრო რთული ხდება. ზოგჯერ წმინდა მამებს ესეთი მაგალითი მოყავს. რო აიღო სცენარი არის ნორჩი. იმას ადვილად ამოძირკვა რა. აბა ფესვები გაიდგას. მერე ძალიან ძნელია მისი ამოძირკვა. ბნებითი გახელებაც ესე. რაც უფრო გადადიხარ შემდეგ ეტაპებზე, უფრო და უფრო ძნელი ხდება ბნებასთან გამკლავება. და მერე პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ადამიანი ხდება ეშმაკის საბურთალო. და ამას შემდგომ მოყვება სასჯელი. ავადმყოფობის სახით, სხვა განსასწრების სახით და ასე შემდეგ უკვე აღნიშნე ისიც, რომ მომავალში ჩვენ უფლის წინაშე რო წავდგებით, არა, ეხლა ვიღაცას ჯერა, არ ჯერა, ეს ასე იქნება რა. იქ ყველაფრისთვის ჩვენ პასუხს ვაგებთ. ყოველ შემთხვევაში სამყაროში სულ შეიმჩნევა ეს კავშირი, არასწორი ქმედება და შესაბამისი სასჯელი. ერის ცხოვრებაში ესეა, სულიერ ცხოვრებაშიც ესეა და აქ თავის მოტყუება არ შეიძლება. ზოგიერთი რელიგიური მიმდინარეობა მაგალითად, მეგონი პროტესტანტები ამბობენ, რომ რწმენით გამართება ადამიანია და ცხონდება, ეხლა პრიმიტიული მიდგომა. სულიად ეწინააღმდეგება ცხოვრებისეულ ლოგიკას, რაც გითხრათ. მე თუ რწმენა მაქვს და საქმეებს არ აღვასრულებ სულიერს, არა, ეს რწმენა მიშველის მე თუ გახელება მივეცი, ჩემბნებებს იქ ნარკოტიკი მოიხმარე, იქ ვიქურდე, იქ ვიღაცაზე ვიძალადე, არა, ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ რწმენა გამომართლებს. სისულელია, პირდაპირ უნდა ითქვას. ასე რომ აი ეს მომენტი სულ ფიგურირებს და აი ეს სქემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უკვე მე წარმოვსახე ბნების განვითარების, მე ესე ვიტყოდი, ეტაპები. თვითონ ეს ბნებები არის ძალიან მრავალსახოვანი. თითოეულ ბნებას აქვს გამოვლენების სპეციფიკა და აი როგორ გითხრათ, საშუალებებიც ამ ბნებებთან დაპირისპირების არის სხვადასხვა. აი სპეციფიკა რაში მდგომარეობს მაგალითად. წმინდა იოანე კიბესახცელი მაგალითად ამბობდა, რომ აი სიძვისნებასთან დაკავშირებით არის ისეთი სული, რომელიც დაწოლისთანავე მოდის და გვეცლავს არაწმინდა ბილწი ფიქრებით, რათა ამგვარ ფიქრებით დავიძინოთ და ჩავიცილოთ უწმინდურ სიზმრებში. არიან ისეთები, რომლებიც ხვდება გამოფხიზლებისთანავე და
ბილწავს ჩვენ აზრებს. წარმოიდგინეთ, საერთოდ ძალიან ვიწრო სპეციალიზაცია შეიმჩნევა დემონურ სამყაროში. აი, ესეც ჩვენი შეზღუდულობის ბრალია, რომ ჩვენ არ ვიცნობთ აი ამ სფეროს, დემონოლოგიას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ადამიანისთვის. და არიან ბოროტი სულები, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ აი თქვათ, რაც გითხარით, სიზუსნებით გაახელონ. არიან სულები, რომლებიც რისხანებაში აგდებენ, ამპარტავნებაში და ასე და ასე შემდეგ, წარმოიდგინეთ თქვენ. ასე რომ ძალიან ვიწრო სპეციალიზაცია შეიმჩნევა და აი აქაც ნათლად ჩანს, აი რაც წავიკითხე მე. რა საშუალებაა, ეს ცალკე სალაპარაკო თემა. აი თქვათ, პირჯვარი უბრალოდ რო გადაიწერო. არ მის ზეგონებაში ასეთ ფიქრებს გაქანების საშუალება. უკვე იწყებ ნებასთან დაპირისპირებას. ახსარებაში რო ამბობ შენი მუნიციპალიზმების დაცემის შესახებ. იცით, როგორი შეგრძნება, რომ ადამიანი თითქოს თავისუფლდება რა. აი იმ მავნე ზემოქმედებისგან, რაც შემოვიდა დაცემასთან დაკავშირებით. რო ავიღეთ მრისხანება, ეგ ჩამოთვალე, არ უნდა გაახელო წარმოსახვა, ეს მატრონული სიტუაცია არ უნდა წარმოიდგინო. აი მრისხანებასთან დაკავშირებით არის კიდე ერთი საინტერესო დეტალი, მომენტი. არის ეგეთი მიდგომა, რომ უნდა წარმოიდგინო თუ ვიღაცაზე გაბრაზებული ხარ, რომ ის კარგი თუ შენთვის ამ კაცს გაუკეთებია. მე მახსენდება ჩემი შემთხვევა, ადრე ერთ-ერთ მდელს ვაკრიტიკებდი და გონებაში. და უცებ დავიწყე იესოს ლოცვა. და გამახსენდა ის ბევრი რამ, რაც მას ჩემთვის კარგი ქონდა გაკეთებული. და მივხვდი, რომ არა ლოცვა, არა, ეს არ შემოვიდოდ. ეს ერთ-ერთი სხვათა შორის ის არის საშუალება, აი ამ ნებასთან დაპირისპირების. არის კიდე ესეთი, მაგალითად, თუ გაბრაზებული ხარ, არა, და მოერიდო, რაც უნდა მართალი იყო ლაპარაკს. აი ბრისხანები ნათქვამის სიმართლედ კი ცოდვათ ეთვლება ადამიანს. ეს ეკლესიურ სამყაროში არის ესეთი მიდგომა, რომ თუ გაბრაზებული ხარ და აუცილებლად უნდა თქვა სათქმელი, ჯერ 33 ჯერ თქვი იესოს ლოცვა და მერე უთხარ. და მაქსიმალურად უნდა მოერიდო მოკლედ. ყველა ნებასთან დაკავშირებით არის, მე ესე ვიტყოდი, შესაბამისი დაპირისპირების საშუალება. კიდე ცალკე სალაპარაკოა ეს ასაკეთილება, რომელიც ძალიან ბევრს ებრძვის. როგორი ფიქრები შემოდის ხშირად, რისთვის ცხოვრობ, არავის ჭირდები, მიტოვებული ვარ უფლისგან, იგი არ ზრუნავ ჩემზე, ტანჯვა, ჩემი ცხოვრება და მომავალში უფრო და უფრო დამძიმდება ეს ჩემი ყოფა. იმდენაირი ფიქრი შემოდის და მასთან გამკლავებაც ეს არის კიდე ხელოვნება, რა მე ესე ვიტყვი. ხელოვნების ხელოვნება. ანუ ეს ნებები არის მრავალსახლოვანი და გამკლავების საშუალებიც არის ხშირად მრავალსახლოვანი. და ესე ვიტყოდი, რომ აი ამ ნებების დაპირისპირებაში თითოეული ქრისტიანი ადამიანი რაღაცნაირად უნდა გაიცანოს. ნებები სულ მოიცემა, სულ თუ ღვთუხებ ჩვენში. სულ მივიდრიკებით ცოდვის მიერი მიმართულებით. სულ ვებრძვით საკუთარ თავს. ვიღლებით ამ ბრძოლაში. ხშირად ბუქსაობთ და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენი ყოფა აუცილებლად გულისხმობს მათთან დაპირისპირებას. ბრძოლას საკუთარ თავთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქრისტიანული კუთხით. აი ამის შესახებ მინდოდა დღეს რაღაცნაირად მესაუბრა. როცა ვამთავრებ ხოლმე ლექციას, ვამბობ, რომ კიდე ბევრი საბრძოლო დამრჩა დაულეული. მე გახსენდება რაღაცები არ თქვი, გამობრჩა. არა იმედია, რომ კიდევ შეხვდებით ერთმანეთს და რაც ახლა გამობრჩა, მე უკვე სხვა ლექციების გამოდობაში ამ ნიუანსებს წინ წამოვწებ და მეც რაღაცა კუთხით ჩემ გამოცდილებას გაგიზიარებთ. ჩვენი მიზანი რა არის? კიდევ გავუსვამ ხაზს. გავხდეთ უკეთესები. ეს გულისხმობს, რომ შეიმეცნო საკუთარი თავი, შეულამაზებლად აღიქვა იგი და დაუპირისპირდა შენ ნაკლოვანებებს. ყველაზე დიდი შესაძირავი არის ეს იცოდეთ. მამა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ამბობდა, რომ
თუ აი შენ ვნებებს დაუპირისპირდებიო და წახვალ მართულებისკენ ეს უფრო სათნო იქნება უფლისთვისო ვიდრე აი უდაბნოში მოღვაწე მამებთან შედარებით კაცრი მარხვა და მეტი ლოცვა და თუ შენი ვნებების ტყვეობაში რჩებიო თუნდაცო ასობით ქრისტიანი ყავდესო გამოხსნილიო მტრის ხელიდანო არაფერი არ გიშველისო როდესაც ღვთის წინაშე წარდგები აი ეს რაღაცა უნდა გავითავისოთ უფალი ზემოდან გვიყურებს და მოითხოვს გავხდეთ უკეთესად მაგრამ ეს არის ხელოვნების ხელოვნება და ეკლესიის გარეშე ეს არის ჩემი აზრით შეუძლებელი მოჯადულ უძრაში იტრიალებს ადამიანი შეიძლება კარგად გააცნობიერებს რაღაცა განმოსასწორებელი მაგრამ ძალა არ მიეცემა ძალას გაძლევს მადლი მოდის აღსარებით ზიარებით ლოცვით აი ეს სქემა მე ძალიან კარგად გავიშინავნე აცლეულების განმავლობაში და რასაც ცხოვრება გასწავლის ის არის შეიძლება თუ თქვა აი პრაქტიკა რასაც გიჩვენებს რომ ეს არის ნაოდი არა იქ უკვე ეჭვს აღარ გეპარებ ეკლესიური სამყარო ეს არის ადამიანის გამოსწორების სამყარო და იქ რაც უკვე აღნიშნე დიდი დაბრკოლება ჩვენი ვნებები მერტმა დაგლოცოთ და დიდი მადლობა მისმენთ თუ გაქვთ კითხვები ზოგჯერ ეგრევე შეიძლება არ წამოვიდეს კი ბატონო აღსარების ჩავარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ადამიანი მოვსიტყვე რა ზოგიერთი წერს თქვენი შეხედულებით თუ არის რაიმე განსხვავება არათუ მნიშვნელობა როგორ ისეთი ჩავარდეთ თუ მას ჯობია რომ იცით რა არის ინდივიდუალურია ეს ზოგს მაგალითად უფრო ეხერხება დაწერით აი ზოგს არ აქვს რაღაცა ჩამოყალიბების კულტურა და ბდელის რაღაცა კუთხით იტანჯება ეგეთ აი და რო წერს არა იქ უფრო კარგად აღალიბებს სათქმელს და იქ მაგალითად რომ დაწერს არ უფლისთვისაც უფრო ცოტა დროა საჭირო რა ისე ლაკონურად არის ჩამოყალიბებული და ის რომ დაგელაპარაკოს ამის შესახებ არა დიდხანს გასტანდა გაუჭირდება მაგრამ ზოგს ეხერხება მაგალითად ჩამოყალიბება გაიგეთ რა შეასაქმე და არც თუ იშვიათად მარტო აი ჩანაწერის წაკითხვით ეს შეგრძნება რომ აღსარება უბრალოვდება ანუ ადამიანს უნდა ღმერთთან მღვდელთან კონტაქტი ცოცხალი ურთიერთობა იქ ემოციები წინ წამოვიდეს მისი დელმაც რაღაც ურჩიოს ანუ როგორ გითხრათ იცით მარტო ეშამს რაღაც აიგითხოს დელმა და უბრალოდ შეიძლება რაღაცა კუთხით შეწყმა იყოს კარგი ანუ რა რომ დრო არ დავხარჯოთ ჩვენ დლებმა და თვითონ მომსვლელმაც გაიგეთ რომ აი როგორ გამოთქვამს და მე უკვე რაც არსებითია რა კითხვებიც აქვს მე უკვე შეეკითხოს დელს გაიგეთ რა შეასაქმე ანუ ზოგ შემთხვევაში შერწყმა არის ძალიან კარგი დროსაც იგე და აი რაც გითხარით მეორე ხარისხოვანზე აღარ არის საჭირო რომ ამდენი წუთი წავიდეს მაგრამ ეს არ გულისხმობს კიდევ მეორე პროცესს საჭიროა ვთქვათ უკვე გაგრძელდეს აი ეს აღსარების ჩაბარება უკვე უშუალო კონტაქტით ასე რომ ბევრი ნიუანსია ადამიანს გააჩნია ცოდვებს გააჩნია და თერიქ შემთხვევებში კიდევ მეორებ მე რომ გითხო გამართლებული აი შერწყმის ვარიანტი ესეც და ისიც ერთდროულად კი ბატონო პირდაპირ არის ხება შეიძლება იმ თემას რაზეც დღეს სალექციო თემა იყო მაგრამ დღევანდელ დროში მაგალითად ჩემი სამეგობროშიც უფრო ფართო წრეშიც არის ხოლმე ცოტა წინააღმდეგობრივი მოსაზრებები მაგალითად ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით მე თავს ვერ დავდებ ახლა დიდ ეკლესიურად მაცხოვრებელ ადამიანობაზე ასე ვთქვათ მაგრამ ну მე სპავს მეგობრები ალბათ ყველას ყავს ირგვლივ ახლობლები ვინც უფრო მეტად ეკლესიურები არიან ან უფრო ნაკლებად შეიძლება ეკლესიურობა არ იზომება ეხლა ეს მეტ ნაკლებობით მაგრამ ხვდებით ხო ალბათ რასაც ვთქვი და ყოველთვის არის ხოლმე
როცა ადამიანს რაღაც ინტელექტი აქვს, რატომაც არა, რომ საუბარი დავუშვათ ამა თუ იმ თემებთან დაკავშირებით და მათ შორის აი საეკლესიო ცხოვრებასთან დაკავშირებით. არის ხოლმე ისეთი დიალოგები, როცა ადამიანს არ უნდა რომ აი რაღაცას გეკითხება, გიშვამს კითხვას და შენ რომ პასუხობ შენ სულიერი გადმოსახედიდან მაგალითად ანუ არ უნდა რომ გაიგოს ამ ადამიანმა. უბრალოდ შეიძლება მე პირადად ჩემთანზე რომ ვისაუბრო, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არ უნდა რომ გაიგოს ამ ადამიანმა. ისეთი მომენტები შემიჩნევია, როცა თუ რაიმეს უმტკიცებ და აი ხვდები რომ იჭედება ის ადამიანი, მე ჯობია რომ გაჩერდე, იმიტომ რომ უფრო აგრესიულდება და რაც არ უნდა სიმართლეს ეუბნებოდა, ის პირიქით უფრო ცდილობს რომ აი მაგალითად არის ხოროს ისე ან აი თითქოს დააკნინოს ასე ვთქვათ სიმართლე, რაც მე ვფიქრობ რომ ხდება კიდევაც რომ ჭეშმარიტება, მაგრამ თავისი საქციელით, თავისი წინააღმდეგობრივი საქციელით დააკნინოს, იმიტომ რომ ალბათ გარკვეულად ძნელია ქრისტიანობა და აღსარებულება ძნელია და ვთქვათ მოითხოვს თავდადებას და ღვაწლს მეტყვის. სადამდე შეიძლება ასეთ ადამიანს შეუვა დიალოგში. იცით რატომ? აი მე კითხვები ზოგჯერ არ ჩემგავს კითხვას, არც მე ვარ მაგალითად ისე განსწავლული რაღაც საკითხებში და თუ კი დავბრუყობდი პასუხის გაცემაში, არის ჩვენც არ ვიცი და იქ უფრო იქნება. მესმის კი. იცით რა არის საერთოდ ახლა ეკლესიაში არის ძალიან დიდი სიმბრძნე. აი კიდე მათ შორის აი ფსიქოლოგიური ისინი რომ მოდიოდნენ ჩვენ მივდიოდით. აი მაგალითად წმინდა მამები რას გირჩევენ, იცი რომ ორჯერ სამჯერ უთხარ ადამიანს შენი სათქმელი. თუ ვერ გებულობს თავი დაანე. ეგეთ რა შეესაბამება. კამათი არის აი როგორ გითხრა, ძალიან ვერაგი რა. ეხლა რომ ამბობენ რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება, ეს არის სისულელე ხშირ შემთხვევაში. ძალიან იშვიათად შეიძლება კი, ეხლა მაგასაც უშვებ, მაგრამ ძირითადად ყველა რჩება თავის აზრს, ეგეთ რა შეესაბამება. ამიტომაც ხედავ რომ არ ესმის შენ, თავი უნდა დაანე. მე ეხლა აქ ბევრი ნიუანსია. მაგალითად არის ეგეთი რელიგიური გამონათქვამი, ნუ დაუყრიყურებს მარგალიტებს. სულს არ უნდა ელაპარაკო საერთოდ რელიგიურ თემებს. გამოსკილი მამები თუ ვერ ხედავენ ინტერესს, ვთქვათ, აქვს რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით, არ ელაპარაკებიან წარმოიდგინეთ. ამას შეიძლება ძალიან უარყოფითი შედეგი მოიტანოს, მაგრამ ოჯახის წევრები ვიღაც არის ეკლესიური და მიდის აგიტაცია, რომ ისინი წამოიყვანო ეკლესიაში. საწინააღმდეგო შედეგი შენ შემთხვევაში ეგეთ რა შეესაბამება. ეს არის ძალიან ატიფი პროცესი. მე მახსენდება პორფირიერესი, კავსოკალივე დიდი მამა იყო ძალიან ბერძენი. თანამედროვე გასულ საუკუნეში გარდაიცვალა და ესეთი შემთხვევა მახსენდება, რომ მოკლედ ახალგაზრდების ჯგუფი შეხვდა და მე რომ დაელაპარაკა ახალგაზრდებმა თქვეს რომ პირველად ვნახეთ მღვდელიო რომელიცო ღმერთის შესახებ არ გველაპარაკებოდა. წარმოიდგინეთ არ გველაპარაკებოდა. აბა მე რა მინდა ვთქვა რომ უნდა გასწავლოს რომ ადამიანს უნდა თუ არა ამ თემაზე საუბარი, თუნდაც რელიგიურ თემაზე. და მე როდესაც აი რაც გითხარით ახალგაზრდებს გაუჩნდათ აი ეს განცდა, მე უკვე ბუნებრივად მოვიდა ინტერესი აი კითხვების დასმით და მე ამან დიდმა მამამ მოკლედ საჭირო პასუხები გასცა. ნუ მე რა მინდა ვთქვა რომ საკმარისად ხშირად როდესაც ადამიანს ელაპარაკები არის კედელი. ამ კედელს ხო ვერ გაანგრევა რა. შენი ჭკუარაში მდგომარეობს, ხედავ რომ არ ესმის, არ ინტერესდება, არ გეთანხმება, დაანებოთ. რაც გითხარი, ორჯერ, სამჯერ უთხარეთ, აუცილებლად უნდა გაჩერდეთ. აი ეკლესიაში წარმოიდგინე არის ეგეთი მიდგომა, არ არის ბრძოლი და რეალისტური მიდგომა. ძალიან რეალისტურია ხო, ეგეთ რა შეესაბამება. ასევე არის კიდე თქვათ კატეგორია ხალხის. იმიტომ რომ ხშირად ხა როგორ გითხრათ, იცი? აი იმ შეხედულებების, ანტირელიგიური შეხედულებების უკან დგას ბოროტი ძალა იშმაკი, გაიგე და ეგრე ადვილად ვერ დაამარცხა. სხვა აზრებს უტრიალებს იმ კაცს თავში. და ზოგჯერ შეიძლება ჩვენი ამ პარტნიორების გამოხატულებაც იყო, რომ გონია რომ ეხა მოაბრუნებ, მოაქცევ, გაიგე და
როგორც საინტერესო მომენტია იცი რომ ღმერთს ხო შეუძლია რომ მოაქციოს და უცებ გონება გავანათოს და ყველაფერი დაანახოს. უფალი არ წარმოუბრევებს ადამიანზე და არ ერევა და ჩვენ გვინდა რომ უფლის ადგილი დავიკავოთ და უფრო ხუმანურები და უფრო მძლავრები გამოჩნდეთ ამ მართლობებში. შეიძლება ჩვენ ჩიაც ამ პარტავანი მომენტიც ეცამოდეს. ანუ ბევრი ნიუანსის შემცვლელია ეს ყველაფერი, არ ვიცი ამდენად გასაგებად ჩამოაყალიბებ, მაგრამ ერთი რამ ნათლად შემიძლია გითხრათ, რომ უნდა კონდეს კულტურა ადამიანებთან ურთიერთობის, როცა ხედავს არ ესმის ჩემი თავიდან. და ზომიერება გამოიჩინა ამ მართლობით. კაი. მადლობთ რომ ისმენთ და გაიხარით. Thank you. Kay.